იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოგესალმებით მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ექსპერიმენტი რომერი, აი ეს ეთერში არ ხდება, ეს არის მხოლოდ ინტერნეტში გასათავსებლად. ექსპერიმენტი რომერი იმპროვიზაცია სკეჩი, ესე დავარქვით. მსახიობებმა არ იციან არაფერი ამ სკეჩის შესახებ, არ არის არანაირი სცენარი. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა დავალება მოვიფიქროთ და ამ დავალებაზე მსახიობებმა რაღაცა იმპროვიზირებულად ითამაშონ სკეჩი. ყველაფერი გასაგებია აქეთ მსახიობები კი? მოკლედ ესე იგი ხსნის სიტუაციას, რომელიც არ იცის არავინ, მხოლოდ ვიცი მე და ნუ ჩვენმა პროდიუსერმა ოთომ. სიტუაცია არის ესეთი, არის ჩვეულებრივი სამსახური სიტუაციაა. დირექტორი ჩავთვალეთ, რომ უნდა იყოს ვასო ფხაკაძე. ამ სამსახურს წინა დღეს ჰქონდა კორპორატიული და დირექტორი ისე დათვრა და ისეთი საშინელებები ჩაიდინა, რომ არ ახსოვს საერთოდ არაფერი. ნუ შესაბამისად მსახიობებსაც შეიძლება რამე არ ახსოვდეთ. ანუ აი ესეთი ძალიან უცნაური სიტუაცია გვაქვს. ნუ ვასო უნდა იყოს ალბათ თავარ როლში. ვასო, დავიწყოთ? დავიწყოთ. აბა, ყურადღებით. 1 2 3. შევიდეთ. ვაიმე თავი რა დავლიეს დედთან ძაღლი. ვაიმე ცუდად ვარჩი. ურამდენი გამოტოვებული ზარები მაქვს, ამათი ნერვები არა მაქვს ფოსში. არ შემაწუხოთ ხო ახლა ხო ჩავთე ესეთი. ჯერ იკითხე, შეიძლება ბატონო დირექტორი შემოსვლა თუ არ შეიძლება. ახლა ვიკითხო, ხო? გუშინ მე რატო არ მკითხე რაღაცეებს? რატომ იყურებ? არ გახსოვს ხო არაფერი? ბოდიში თქვენი სახელი გამახსენეთ? დაჟე სახელიც აღარ გახსოვს. თანამშრომელი ვარ შეიძლება. თანამშრომელი. კი. დავბრძანდით, აბა, თუ შეგიძლიათ. დავბრძანდე, კი ბატონო. კაი, დავბრძანდე. აბა, ისმენ ერთი რა პასუხს გამცემ გუშინ, რას გავდა შენი საქციელი, უბრალოდ ამიხსენ. კაი, დავლიეთ, ორივე კაცები ვართ. კაი, მესმის რომ დავლიეთ. ის რა იყო, არის, რატო გამიკეთე, რასთან ეგეთი რაღაცა. თქვენი განყოფილება რომელია? რა ჩემი განყოფილება შენთან მუშაობ, რა ქვია რომელი? რა თანამდებობა რა არის თქვენ? ბუღალტერიაში ვარ თქვენ. ბუღალტერიაში. კარგი, მოდით დავიწყოთ რა იცით, თქვენი სახელი გამახსენეთ? რა დავიწყოთ იმით კი არა, ჩემ ცოლს რა პასუხი გავცე, ანუ მაგის მე გამეცი უბრალოდ პასუხი რომ რას ნიშნავდა შენი გუშტელი საქციელი. ვიცით რომ თანამშრომელი. დავაწინაურე თქვენი ცოლი, მე ვიცოდი რომ თქვენ ჩვენთან უნდა დამუშაობდეთ. ჩემი ცოლი თუ მე დამაწინე ვერ გავიგე. ანუ მე იმას მიკეთებ, ჩემი ცოლი რანაირად ვეღარ მივხვდი, ახლა რას იმას მიშვები. არა, თქვენ თუ გნებავთ მე ორივე შემიძლია. არა, მე კი მნებავს, მაგრამ უბრალოდ რო ვიცოდეთ, საზღვარი აქვს მართლა ყველაფერს რა. პროსტა ახლა გუშინ უბრალოდ რა იყო იცი, ნასვამები ვიყავით, ისე ვიყავით და ეს კაი, არაფერი. არ მითხარ ხარ ეს არის ჩემი მეუღლე. კაი, არა, არაფერი. პატრონოვასო, როგორც მითხარით, ყოველ დილით შემოდით და შუბრძე. მაგოცე გითხრა შენ? დავბრძანდით. არა, მე ხო ჩვენთან ერთად swavdით? თუ როგორ არის ეგ? მე swavdi კი კაცო და თქვენ ხო დამავალეთ ის ყავის ტროსი კიდე ეს გავრეცხე, როგორც დამავალეთ. გამიშტრალია და. დიახ, შრალია უკვე? შრალია და თუ გნებობთ ახლა გამოიცვალეთ. გაიხადეთ და შემოგიდეთ. არა, იყოს. ამოგაცვა. არა, იყოს. მადლობა. დიდი მადლობა. გამშრომების. დიდი მადლობა, კარგად, დიდი მადლობა. ესე მითხრა ბატონმა დირექტორმა და თან ცოტა ხელფასიც მომიმატა. მადლობა. მე მგონი თქვენ ხედავთ როგორი ურთიერთობა მაქვს თანამშრომლებთან. არაფერი ურთიერთობაზე ველაპარაკები ვიცი რა ურთიერთობაც გქონდა. მე გავალ და მე შემოვა. გამარჯობა. გამარჯობა. აუ, დაჯექი. აუ, სამზარეულო რა ფერებში გადავწყვიტეთ? თამარ. აი, კიკეჩიო, რაღაცა ხომ აჩვენე ვიდეო, ფოტოები და რა ფერებში ვაკეთებ სამზარეულოს? თამარ, ნუ გავიცდება რომ მე შენი შვილის ნათლია ვარ.
არა, აქ არა ხარ. ანუ რა მაინტერესებს გუშინ თქვენს ანუ თქვენს? არა, შენს იმათთან ერთად სვავდი და მე შემოგიერთით თუ ჩვენ დავიწყეთ და ისინი შემოვიდნენ თუ როგორი? ჩვენ დავიწყეთ. მოიცა ესე უხერხულად ძივარ. გასწორდი აბა. ჩვენ დავიწყეთ და მე ისინი შემოვიდნენ, მაგრამ მე მაგ დროს უკვე აღარ მახსოვს არაფერი. კიკეთში ვიყავით, მაგ დროს ჩვენ? კიკეთში ვიყავით და ძალიან მომეწონა თქვენი სახლი. თქვენი რა, შენი. ჩვენი, ანუ და უკვე თქვენ გინდათ რომ ჩვენს ერთ შემსახლში ანუ სამზარეულო გადავწყვიტეთ რაფერებში გვინდა. ამაში წყალი მაქვს, უბრალოდ კაბას ვხდებოდა და მაგიტო შემოვიდა. так, მოვიდა დედოფალი. დაჯდა. ბოდიში. ვისთან ხართ? ვისთან ვართ? ხო? მართალია ვართ. რა ხდება? ვასო, დაჯექი. ხوار გავიწყდება რაღაცეები. ვინ არის აქ უფროსი? წესით მე ვიყავი უფროსი. იყავი მართალი. გამდავლევდით ჩვენ ვიყავით. მართალია იყავი. დაჯდა. დაჯდა ვასო დროზე. აქ დავიწყე, იქით გადავინას. როგორ ჯობია? აი როგორ გინდა? იყავი. მიზანი მიღწეულია ყოველ შემთხვევაში მე რისთვისაც ვიბრძოლე, ის ჩემი გახდა. так, რაც შეეხება ხელფასებს. შენ ვინ ახარ წითელკაბა? ისიც რა, ეს ბატონო დირექტორი, ეს იყო გუშინ მოსული. რა ბატონო დირექტორო, ბიჭო? მე ვარ ვასოს საცოლე. თამარი. ძალიან სასიამოვნოა. ვასო. შენმა საცოლე, იცის რომ შენ მამა ჩემი გაიცანი? და შენ მამა ჩემი გიორგი და ხუსკირო აღარ გავაგრძელებ. რა? აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ გადმომიფორმა მე რომ ჩუმად ყოფილიყავი, მაგრამ არ გავჩუმდები. კაი, რა ხდება მომიყევი რა? ერთ შეგეკითხები. რას სვავდით, ასეც მითხარით? რა თავიდან რითი დავიწყე? იცი რა, აურიეთ სასმელები. ჭაჭა იყო ბოლოს, მახსოვს. მობძანდით. ბატონო ვასო. ეს ახტვა მამა ჩემი ავარ თქვა ახლა. არა, ეს მამა ჩემი არ არის. გამარჯობა. მობძანდით, დაბძანდით, ალბათონო, ცოტა რაღაც პასუხი მაქვს უკვე. თქვენთან. ჩემთან პასუხი გაქვთ? კი. გუშინდელი კორპორატიული სმერე. ზადვარო ცოლად გამოყვე! აი, თორე, აკედა. ზადვარო შენ ცხოვრების მეგზური გავხდე? არა და არასოდეს. მოკლედ, გამოდი აქეთ. ეს შენი ქმარი ვერ გახდება. გამოდი მეძაო, სანამ გითრიე ქერათ მეპით, სუპრათი გაღიავებული. ტელეფონი მომეწონა. აუ, ერთი წამი და მამა ჩემთან დავრეკავე. ვასო, ჩემ ქმარს დაველაპარაკე. ეს რა გამიკეთე პროსტა ბიჭო? გიორგი! გაიცანი ჩემი გეიც მაკაციო, რატო და ჩემი ვიდეო ბიჭო? ამასთანაც ბიჭო. ბიჭო, გამაგები. დასვამი ვიყავიო. გიორგი, ეთქობა ინტერნეტმა, ეთქობა სიმიც შევედი აქაუნტით, კაცო, რა სიწმოვე შეულები. აი, მე რატო ბიჭო, რატო პროსტა ამიხსენე? დასვამი ვიყავი, ხალხო, არ გიორგი, დაგიგვია. გაჩუმე ენა, გაჩუმე გიორგი ენა, ჩემი თვალით დაგინახე. მამა ჩემთან რომ ტანგის დროსი კი დარბოდი. ვაიმე. რას ამბობ, ომართან? ხო. აი, მე რა შუაში შენ ამუსი გაქვს? შეუუსო კაცო. ესეც იყო. ბატონო ვასო, როგორც მითხარით, ჩავიცვი. მე მზად ვარ გელოდებით და მალე გამოხვალთ. რას ამბობ, კაცო? ოდის თათბირი მაგ და მორჩები და გამოვალ. ხო, მაგრამ უკვე ხო შემპირდით ამ დროს მოვალ ბატონო ვასო. გამელოდე. რიგში ჩადაგილი ჯერ ერთი წუთით რა ბატონო ვასო, ერთი წუთით. ჩემს მეუღლეს დაველაპარაკე, უკვე ბავშვებსაც დაველაპარაკე და თქვენთან მოდის და ჩვენი ქორწინების ამბავი. ანუ თქვენ ამას რაკინების ამბავი. ძალიან. მამა ჩემი. რა გადავწყვიტეთ სამზარეულოს ფერზე? სტოპ, მოიცა. დაბძანდით ერთი წუთი. დაბძანდით. აუ, ბოდიში აქ ერთი წუთი. ჩვენ ორნი ვართ, კარგი? ვაიმე, ყავა ხა არ გადამასხა. აი, ვას, მიდი. გადამასხა. ყურეთ. მიდი ვას. კი ბატონო, ერთი წუთი. მოდი დავიწყოთ თავიდან. დიახ. იქიდან დავიწყოთ. ოკეი. თქვენ რა პოზიციაზე ხართ ჩვენ სამსახურში, მაინტერესებს. მე ვარ გაყიდვები. გაყიდვები. მე ვარ თქვენთან უახლეს პოზიციაზე. ძალიან კარგი. მე ვარ HR. HR, რა ქვია თქვენ? ციაკო. HR-ი ციაკო. კახასასული. ესე იგი ჩვენ გუშინ დავთვერით. არაფერი არ მახსოვს მე პირადად და ყველას დაგბირდითო, ცოლად მოგიყვანდით, ხო? ხო ესე იგი? ჩემი შვილი. ცოლად მომიყვანდი კი არა, კაცო, მე მითხარი რომ ამ სახლში იცხოვრებო, სადაც ვიყავით, ანუ კიკეთში შენს
აგარაკზე და სამზარეულო შევცვალოთ და რაფერი გინდა არჩიო და ღამი იმის მე ვფიქრობ და მოვიფიქრე. ანუ თამუნას დაპირდი ცოლობა. ხო. თათია. ანუ ჩვენ ამაზონიდან ბიკინების გამოვიწერეთ. მამა ჩემს დაპირდი ურთიერთობას. და რა ვქნათ ახლა? არ ვიცი რატო. მობძანდით? კიდე. ბოლო ჯერ გეუნები. ან ეს, ან მე. ან მამა ჩემი ნადო. აი ვერ გავიგებ, იგი დაიკავეთ რა. მამაშეს მიხედე შენ, მე მაგ საქმე ვარ. ან ეს, ან მე, არ მაინტერესებს. ერთი წუთი ყველა გადით. ყველა გადით. მეც ბატონო. ერთი წუთი გადით სულ ყველა. ყველა გადით. გადით და რიგ შენ დარჩი. ის დარჩეს. დაბძანდით. იქ დაჯექი. იქ დაჯექი. აქ ვარ ჩაგიჯდეთ. არა, იყავი მანდ. ერთადერთი შენ ხარ, ვინც ცოტა ნორმალურად ლაპარაკობს. გუშინდელს მე საერთოდ თუ ლაპარაკი შემიძლია აღარ ვიცი, მაგრამ კარგი ბატონო. დავარქოთ მოდი ჩვენ ლაპარაკი. შორის დარჩეს, ესე იგი. მე ნასვამი ვიყავი, თვრალი ვიყავი, იტყობა აურია სასმელი და არაფერი არ მახსოვს. არა მარტო სასმელი. კი ბატონო. მოდი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. როგორ დაიწყო? ჩვენ შორის ურთიერთობას გულისხმობთ თუ რას გულისხმობთ? თუნდაც. ანუ მაღალქუსლიანები ზოგადად არ მიყვარს. მაგრამ თქვენ გიყვართ, როგორც მივხვდით. ნუ კი. გავხადე მაღალქუსლიანები. გიორგის ეცვა. გიორგის ეცვა. ის მაღალქუსლიანები. გავხადე და ესე დაიწყო. ესე დაიწყო. კარგი. თქვენ არ გახსოვთ არაფერი? არაფერი არ მახსოვს მე საერთოდ. საერთოდ არაფერი არ გახსოვთ? არა. არაფერი არ მახსოვს. ანუ რა გახსოვთ ბოლოს ბატონოვასო? ბოლოს მახსოვსო თვალები გავახილე და საწოლზე ვეგდე. ანუ გახსოვთ? არა, არავინ არ იყო ოთახში, უბრალოდ თვალები გავახილე და ვეგდე საწოლზე. ანუ გახსოვთ ბატონოვასო? ერთი წუთი ძალიან გთხოვთ რა, ერთი წუთი, დაბძანდით, ერთი წუთი, დაბძანდით. თქვენი თანამდებობა მითხარით აქ რა არის? მე დამლაგებელი ვარ. ანუ თქვენ ალაგებთ შემოთახს? თქვენს მივთებს. ბატონო, გუშინ ზოგადად გუშინდლამდე ვალაგებდი ოფისს, მაგრამ გუშინ თქვენ მითხარით, ბატონო, ნუ რაც და ასე გითხარით, რომ შემოდი და შუბზე მაკოცეთკო, ასე გითხარი მე? ხო, და გაგირეცხეთ ის ტყავის დროს. შემოგიტანოთ ბატონოვასო? კარგი, შემომიტანეთ და მაშინ ერთი კიდე სანამ თქვენ შემოვიდათ, ერთი შემოვიდეს ის. ტყავის დროს ჩაისვავთ, ბატონო? შემოიტანი, ჩავიცო. მატრახი? მატრახიც. ეხლავე. წვერებიანი შემოუშვა. ეხლავე. რა არის ეს, რა არის? მაგიდის ფეხია, გაფუჭებული თუ რა? ამის დანიშნულება მაინტერესებს. ნამდვილი დანიშნულება. მაგის დანიშნულება არის, რომ თუ რაიმე მოიშვეს, ფეხი გაფუჭდება ან რაღაცა, რომ მაგით იმას მიაშურუპა. და თქვენ რა შეხმარობდით? ალბათ სურათი მინდოდა და მეკიდა. ჩაულებრივად. სურათი. კი. კიდე კაი კანში არ შედის ეს. არ იმაში. დაბძანდით თქვენთან საქმე მაქვს ერთი. კაი გავარკვიე რომ რაღაცა ვერაფერი ვერ გავარკვიეთ, მაგრამ ხო, კი ბატონო. ცოტა მე გაურკვევლობაში ვარ და გულნატკენიც. თქვენს დაგკვირდით რამეს მე? დაამპირი, დაბა ისე რა ჯანდაბა მინდოდა თქვენ? რას დაგკვირდი? დაწინაურებას. წერატო არა გაპარსული. რავი, წერე 10 წელი არ გამიპარს. გასაგებია სხეულზე რატო მაქვს დასუსხული რატო? არა, ჩემი წვერი მანდ არ შეგხებიათ. არა? არა, მანდ არა. არა, მანდ მე ვიყავი. არა, შენ არა, მე ვიყავი. აი, აქ ვიყავი მე. არა, ვერები არ მაქვს კაცო. ანუ რა რატო ადამიანო, რატო? იცი რა არის გოგოებო, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მოღალატე კაცი. და ეს უნდა დაისაჯო. იმიტომ რომ მე უნდა ამას გავყოლოდი ცოლად და რა გამიკეთა? ხელსაც ვერ დააკარეთ. ფეხებზე. აი, ხელსაც ვერ დააკარეთ. იმას ელაპარაკე. გიორგი, რა შუაში? რას ქვია, ანუ ვის უნდა გაყოლოდით ცოლად? გითხარით ხელს ვერ დააკარეთ ჩემ უფროს. ასო? მე მანქანის ფერს ვარჩევდი და სამზარეულოს ფერს. იმას ელაპარაკეთ. დიახ, თუ რამე პრობლემა, იმას ელაპარაკეთ. იმიტომ რომ ვერ გაყვევით, თორსა ცოლი ხო ყავთ? ცოლი მყავს. ხო და შენ რა პრეტენზია გაქვს ვერ გავიგე? შენ რა გინდა? ის საყვარელი ადამიანი წავს. მიდი. გოგოებო, დაიწყე. დროზე.
ადგა. მოიცა, რა. ადიქი დროზე. შენ უნდა დაისაჯო. უნდა დაისაჯო. რა შვედი, რა? დროზე შემოახვიე ცია. რა არის? შემოახვიე და გიორგი გააგდე. მოდი გიორგი. გიორგი მოდი. გიო შეგიძლია რომ საჯდომზე დაარტყა? გიორგი. გიო. საჩუქარი მოდის შენთან. ერთი წუთი მარტო და მარტო, ერთი წუთი გაჩერდით რა. შემოდი აქ, რომელია ეს წითელკაბიანი? შემოდი ერთი შენახით. შემოდი. ხო, შემოდი. აუ მე ძახდი. შედი დადექი იქ. რა? იქ დადექი შენ. რა უნდა? არავინ არ შემოვიდეს. თქვენ რა გონიათ, მართლა არ მახსოვს? რა ხდება ბოდიში? რა ხდება მახსოვსო და არ ვიცი რა. მომაწოდე ზაჟი რა. აუ მოდი მე მივაწოდე. აუ არა მე. აუ მე. მადლობა. სამინისტროდან მოვიდა ბრძანება ახლახას რომ მოგხსნეს. თქვენ აღარ ხართ ჩვენი მის დირექტორი. ჩვენი ურთიერთობა ხო არ ანუ მე თქვენი დირექტორი აღარა ვარ საერთოდ? აღარ არის ჩემი დირექტორი. ანუ ეს ჩემი დირექტორი აღარ. ტელეფონი მე მოიცა გოგოებო. აღარ არისო დირექტორი. აღარ არის დირექტორი. ამას ეს შეხარო მოღალატ. ამას შენ გაიკეთე შენი კიკეთი. მე მაინც მიყვარხარ და მეყვარებით ბოლომდე. ბატონო ვასო. გაჩერდი ერთი წუთი გაჩერდი. მე თვითონ. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.